დაუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. მე მინდა ერთი სიმღერით დაუბრუნდეთ. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი ძეა. იმიტომ რომ დღეს ნინა ხოშტარია. დაბადების დღეა. და ვუძღვნით აი ამ ნაწილს. ჩემი სახის ნიღაბს უძღვნით ნინოს. შენი სახის ნიღაბს უძღვნით ნინოს, იმიტომ რომ ჯამთელია. ჩამომიჭერი რა გქონდა ზასფაცი ფუცობ მან და მომიჭერი. ისე დღეს პარასკევი არ არის ხუთშაბათია და ხო და რა დაგიპყრიათ ეს მედიკოსმა. მე კიდრის რა კარგი სუნი დადგა. კიდე მოგიტეხა. რა მოიტეხე? მოტეხე. აიკო, აჰა, კიდე გვაქვს. რა გიმარა, პარასკევია დღესაო? მამის მინდა ძიმა. დღეს არის შაბათი. დღეს გვაქვს სილამაზის რეცეპტების დღე. და რადგან ჩვენ გვაქვს ეს არაჩვეულებრივი სამზარეულო, გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გაჩერდით. ჩვენმა მაყურებლებმა სახლის პირობებში დაამზადონ გარკვეული ნიღბები. რა, მაგალითად. მაგალითად ეხა მოგიყვებით, მაგრამ მე მინდა რომ ბაიკო არიცი რამე რეცეპტები საინტერესო ბებიების მოყოლილი. რომ გაგვიზიარო. ჯერ დაიწყე გამახსენდება. ესე იგი ჩვენ აქ გვაქვს ჭადის ფქვილი, ვაშლი, კიტრი, ბანანი, რძე, ზეთი, სიმინდის ზეთი, სიმინდი მნიშვნელოვანია, და სულ ზეითონს ამბობენ და. კი, აი აქ ესე ვეწერა ჩვენს რეცეპტებში. შვია, თაფლი, ნაღები. რამე ხوار გამომრჩა? არა. ყინულიც ხო, გვაქვს ყინული. ესე იგი, გახეხე ქრისტო შენ ერთი ცალი ვაშლი. მე ხეხავ ვაშლს, კანიანა, ანტონოვკა. და უნდა შეურიო ერთი ჩაის არ გაინტერესებს ძიმა ხო? ძიმა შენ თვითონ უნდა გაინტერესებდეს ჩემი აზრი. წაისნე რამეს სახლის. შეურიეთ ერთი ჩაის kovzi ჭადის ფქვილი. თითო სადილის kovzi. რძე. და მიდი, kovzi მომეცი დაგისხა. ერთი რძე. სიმინდის ზეთი. რამდენი? ერთი იდე კაი აქვით ხედავ როგორ გეხმარებით? ხო ხედავ. მე შინაგან სილამაზეზე ზრუნავ ეხლა. მორჩა? მე რო იტყვი რომ ხუმრაში უნდა ჩავდოთ ის ადგილას. აზილე ეხლა აბა ეგ. ეს ყველაზე ძალიან მიყვარს. აუ, მე მიდი რა. მე რო ვიყო შეიძლება? რა? ესე იგი? ჩემს ეხლა გადმორთო პარასკევი აგეგონო დღეს. არა, ნამდვილად არის პარასკევი. დღეს ხუთშაბათია, სილამაზის დღე არის და ეს გოგოების დღე არის, მაგრამ გადაწყვეტ რომ ეს მეთოდები, რასაც ქალები იყენებენ გალამაზების დღეს მამაკაცებს მოვახმაროთ. ჩვენს არჩევს და ჩვენს დიმიტრის. თანახმა ხართ რომ ნიღბები აქ რო ვიყურები აჩიკოს ხედავ, აი ყავაში რო იყურები, ხო ესე ქერაქალი მოდის რაღაც. აი რო ვიყურები აჩიკო მიყურებს. გეძახის? აი აჩიკო მიყურებს და რა. დადა უკვე რომ განიღავიანო. შემდეგს გაამზადებ, გინდა რო ისა? უკვე რა მიწექი მამ. ის დრამას დრო ხო უნდა რომ ეფექტი მოახდინოს რა. ამით წაუსმე? ხომ-ხომ ბეწდები. ეხლა როგორც გამოიყურება, მე მაგას ახლა მე ვამზადებ შემდეგს. ეს რისთვის არის? ეს დამატენიანებელია თუ რა, ქრისტინე? რა ეფექტით არის? სპეციალისტი ყავს ამიტომ სტუმრად დობია რა, იმათ უფრო მენდობი ვიდრე თქვენ რომელიც უფრო კარგად, ალბათ უფრო კარგად ეთოდინება და მოგვიყვება. ზირაქიშვილი, ექიმი დერმატოლოგი. გია გვარამიას კლინიკიდან არის ჩვენთან სტუმრად და მოვიწვიოთ. გია შევეგებო? მოგძანდით, გია გამარჯობა. ესე იგი ჩვენს სპა კლინიკაში დაგეპატიშებით ამჯერად სამზარეულოს. მოდი შევიდე, სულ კარგად აკეთებენ ყველაფერს? კი, კი. თავი დაგიჭირო, თუ რა გავხეხე, მაგრამ მოდი თქვენ სავარძოში დავძანდით გამარჯობა, მოგესალმებით. უბრალოდ მინდა გირჩიოთ, რომ უფრო წმინდა სახეხზე ქნათ თქვენ ეს. ხო. აი ხა უკვე კიტრს გავითვალისწინებ და წმინდა სახეხზე გავხეხავ. ეს ცივია? აჩიკო. ცივია, ძალიან სასიამოვნო პროცესი, მარტო კისერი დამეჭიმა მეტი არაფერი. მე მინდა რომ მე მგონი აქეთ რო გადმოჩნდე ჯობი არა, აჩიკო თავს მაინც და მე ქვემო ჩამოვაბა.
ესე იგი, თია, დავინტერესდი ეს ნიღაბი კონკრეტული რა მოქმედების შეიძლება იყოს. ესე იგი, აქ არის ვაშლი, ზეთი, ძე, კიდე რა არის ესეთი გამარჯვებული. ჭადის ფქვილი. ხდებით რომ ჩვენ პროფესიონალებზე თავს არვდებთ, ამიტომ მოგიწვიეთ თქვენ რომ ან დაგვიწუნოთ, ან მოგვიწონოთ. It's wonderful about Antonov Kaltmar. ის პროდუქტები განსაზღვრავს, რაც თქვენ ახლა გამოიყენეთ. საკუთაოდ თითოეული პროდუქტი გარკვეული თვისებით ხასიათდება, როგორც იცით, და ეს განაპირობებს სწორედ ამ ნიღბის ეფექტურობას, მაგრამ არ გავითვალისწინეთ აჩიკოს სახის კანის ტიპი ამ შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნიღაბი არის როგორც დამატენიანებელი, ასევე მკვებავი. მაშინ შემავალი ინგრედიენტების გამო რძე არის მკვებავი, ვაშლი მატონიზირებელი, ანუ გამაცოცხლებელი, ასე ვთქვათ. კიდევ იქ იყო ჰერკულესი დაამატეთ, ხომ მეგონი? ჭადის ფქვილი. კი ბატონო, ანუ ესეც მას ძირითადად უფრო პილინგის სახით იყენებენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კომბინირებული ტიპის კანზეც ეს ნიღაბი შესანიშნავად იმოქმედებს. იცით რა, მე ძალიან მიხარია რომ თქვენ ექიმი, აი ესე ასე დავარქვათ ბებიების რეცეპტებს ძალიან ისე იცით რა, ეს ხალხური მეთოდებია, მაგრამ ამ მეთოდებმა სადღეისოდ არა უკვე დიდი ხანია გადაინაცვლა კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ის ნივთიერებები, რომლებიც ამ პროდუქტებში შედის, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, ლიპიდები, ძალიან კარგად მოქმედებენ როგორც საკვებით მიღების შემთხვევაში ორგანიზმზე, ასევე კანზე გარეგნული, გარეგანად მოქმედების შემთხვევაში. გითხრათ, ჭადის ფქვილით მე ძალიან ხშირად გამიწმენდია სახე, იმიტომ რომ ნუ ხან დრო არ არის ხან რაღაცა ხან, ნუ ყველას მოსახერხებელია. ზედაპირულ ლაქერცვლას ახდენს, ფერინჭამელებზე, შავ წერტილებზე მოქმედებს. ხო, ხშირად გიწევს საცხების დასმა. იცით რა მაინტერესებს? ცხვირზე მაქვს წერტილები შავი. არა? არა, ფერჭამებს არა, შავი წერტილი მაქვს, ფორები მაქვს გახსნილი, არ ვიცი ამას რა ქვია. როგორ უნდა მოვიქცე ესე დროს? შავ წერტილებს ქვია კომედონები. რა ქვია? კომედონი. კომედონი? დიახ. კომედონებით ვარ გაჯერებული. ეს არის გაფართოებული ცხიმის ჯირკვლის სადინარი, სადაც გროვდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ცხიმოვანი ჯირკვლის სეკრეტი, მტვერი. და როგორ უნდა მოვიქცე, მტვერი არ არის გასაგები. ნუ იცით რა, ჩვეულებრივ აი ესე ნიღბით შეგიძლიათ მიაკითხოთ კოსმეტოლოგს, დერმატოლოგს, სახე უნდა გაიწმინდოთ ერთ სიტყვით. ან სახლის პირობებში ამ მეთოდით, ან კოსმეტოლოგის სპეციალისტის ჩარევა. ეს რაღაცას გირჩევდი, ჭადის ფქვილს, აი ესე ცოტა ჩაამატეს სოდა, საჭმელი სოდა, ასე. მარილით შეგიძლიათ. ან მარდა, მსხვილი მარილი ოღონდ, მსხვილი, აი პარასკევი. ძალიან მსხვილი არ უნდა იყოს, რომ კანი არ დაზიანდეს. წვრილი დისპერსია. დაასველე ხელები და ეს წაისი ხოლმე, წაისი გაისოთავე, და მშრალი კანი რომ აქვს აი მშრალი კანისთვის პილინგი ხშირად არ არის მოწოდებული, კვირაში ერთხელ შეგიძლიათ. პილინგი ქვია, აი ამას ახლა მე რაც ჭირს სახეზე, თუ აი რაც ბაიკონებში. არა, პილინგი არის ზედაპირული აქერცვლა კანის. და მე არაჟანი ჩამოცილი და ეს დაატენიანებს არაჟანი ხუმრობის გარეშე. შეთანხმებით სავსე არის ბანანის სამდეგი რეცეპტი შეეწირა მე და გვანცას. კარგი, თუნდა გავხეხოთ ბანანი, მიკარნახე ხო რა? მე სახე მიხეხედა, თქვენ ბანანს მიირთმევთ მა? იფანი ვიყოთ და ზაბა. ბარდის ფურცლები რომ ამაზია, აქ სილამაზეც. და შეურევთ 2 სუფრის ყოვზი მაისის თაფლი. გია, გაში შეურიოთ ეს. ბანანი მაისი. აი, ჯეს ეხლა ერთი წამი მე ამას გადავწურო და გვექნება. ერთი წამი. ეს რა გააკეთე? ზოგადად აი ჩემთვის მაგალითად რო ამბობე რომ აი სახლში დამზადებული ნიღაბი, აი თვალწინ წარმომიდგება ეგრევე თვალებზე დაფარებული კიტრის მონაჭრები. კიტრის შესახებ რა შეგიძლიათ რო გითხრათ და მის ნიღბებზე? კიტრის შესახებ შემიძლია გითხრათ, ნუ ეს ყველასთვის არის ცნობილი, რომ მას დამატენიანებელიზე მოქმედება აქვს, იგი მდიდარია ვიტამინებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებებით, რაც ატენიანებს კანს. ასევე აშრობს. აქვს მცირე დამჭიმავი მოქმედება და კარგი კომბინირებული და ცხიმიანი კანის დროს მისი გამოყენება.
აქვს აგრეთვე მათეთრებელი ზეგავლენა კანზე, სხვადასხვა ლაქების, პიგმენტური ლაქების მოსაცილებლადაც იყენებდნენ მას, სანამ თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიდოდა თერაპიულ კოსმეტოლოგიაში. და იგი გამოიყენება ნიღბებში სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად. გააჩნია რა მიზანს ვისახავთ. ანუ ამ პროდუქტების სახში გამოყენება მაშინ არის მოხერხებული, ხელსაყრელი და მიზანმიმართულად მაშინ იმოქმედებენ ეს ნიღბები, როცა ვიცით კონკრეტულად რომელი პროდუქტი რა სასარგებლო ნივთიერებით გამოირჩევა და რა მიზანს ვისახავთ. ანუ როგორი ტიპის კანისთვის ვიყენებთ მათ. აი რომ მირბოდი და პირველი რომ დაჯექება. დრო დაინიშნეთ. იცით რა არის კიდე ძალიან რა მაინტერესებს მართლა. აი რამდენი წუთი ჭირდება ნიღაბს, რომ იმან ის შევიდეს რეაქციაში და ჩამობანოა რომ შეიძლება. ნიღაბს გააჩნია მკვებავ, მატონიზირებელ, დამამშვიდებელ ნიღაბს ვიტოვებთ 15-20 წუთის განმავლობაში, მათეთრებელ ნიღბებს 5 წუთის განმავლობაში. ანუ ამ ჩემ შემთხვევაში 15-20 წუთი რეკომენდირებული. 15 წუთის საკმარისია, ასე ვთქვით. ძიმა, ეხლა შემთან მოვდივარ შემდეგი ნიღბით. ესე იგი, აქ მე მაქვს ბანანის რბილობი ბუნებრივია გახეხილით. ხელი გააკეთე. წმინდად. მაქვს ორი სუფრისკოვზია ეს ბანანის რბილობი, არის მაისის თაფლი. და არის შვრია ბუნებრივი, ესეთ მე რეკომენდაციას მიცემ. ეხლა მე წავედი ძიმასთან, ძიმ გაემზადე. მე? ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. მე გამიგია რომ ყინულს ისმევენ სახეზე. ეს რაღაცისთვის არის ძალიან კარგი, მაგრამ ისთვის ეს არ არის. ერთდღესაც რომ ავდექი და წავისვი ისეთი ფოთოლა სახეზე რომ სახლა მეღარ გავედი. ძიმა დაჯექი. წვის შეგრძნება გქონდათ? წვის შეგრძნება და ესე ამობურთული ჭინჭრის ციება თუ აი რაღაცამ რო იცის ესე ამოფურთული. შრალი კანი გაქვთ? მე მგონი რომ ნორმალური, ხო, თუ ნორმალური. ნორმალური ალბათ. რაღაც ადგილებში უფრო ცხიმიანი, აი თქვა წვირთან, შუბზე, ნიკაბზე, მაგრამ ისე მე მგონი უფრო მშრალისკენ წასული. გვერდები გიშრებათ, მაშინ ეს უფრო კომბინირებული ტიპის კანისთვის არის დამახასიათებელი ტეზონა თუ გიცხიმიანდებათ შუბლით, ხვირტუჩის და ნიკაპის მიდამო. ყინულს აქვს ასევე მატონიზირებელი ზემოქმედება, ის აშრობს კანს, მცირედ ავიწროებს ფორებს. ანუ უფრო ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანისთვის არის ის მოწოდებული, მაგრამ თუ გამოხატული აქერცვლადი ზონები, აი რაც თქვენ აღნიშნეთ, სიწითლე მაგალითად, ან არაერთგვაროვანი ფერი კანის. ეს არ მაქვს, უბრალოდ ჩაჭიმის მერე მოხდა ეს ჩემი და. დიდი ხანი ისმევდით? აი ცოტა ხანი ნაწამეს. 1-2 წუთის მეტი უკედრესი და ვისი და დავიგნეს მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში. ყინულთან ერთად შეგვიძლია კიტრი გავყინოთ. და ის გამოვიყენოთ. კეფირთან ერთად შეიძლება მისი გამოყენებაც ძალიან სასარგებლოა. დიახ, ცხიმიანი ტიპის კანთან ძალიან კარგად გამოიყენება. მომიტევე. აი, იქაც კარგი ყოფილად მასა მოყავთ. და სწორედ იმ ფერი მჭამელების წინააღმდეგ არის მიმართული ეს ნიღაბი. მასე ნუშე. ესე იგი, შეიძლება რაღაც ვიკითხო, ახლა დავსვითა. თია, რა ტიპის კანზე შეიძლება მოუხდეს ადამიანს ამის გასული ნიღაბი? მე მაქვს შრალი კანი, გრინს რომ იკეთებენ, სკდება ხოლმე. ბანანი რასთან? ბანანი თაფლი და შვრია. პირველად იკეთებ ეგეთთან ალბათ შესანიშნავი ნიღაბია, შესანიშნავი. გადავირია უკვე. თაფლი და შვრია ეს მათ ექნებათ მკვებავი მოქმედება. ბანანს დამატენიანებელი, აგრეთვე გამაახალგაზრდავებელი. ეს ნიღაბი მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ტიპის კანისთვის იქნება სასარგებლო. ძალიან სასარგებლო ყოფილა შედის. ხო და ეს რამდენი ხანი უნდა გქონდეს უკაცრავად? 15 წუთი. ბატონო? 15 წუთი. 15 წუთი უნდა მოიბანოთ ბილი წყლით. კიდევ ერთი ნიღაბი. ნახავ როგორ გაიწყდა. ეხლა გამოვაცხადებ ძილის საერთაშორისო დღეს. აბა. იმიტომ იმა დარეკე მე რა. ეს აზარში შევიდა, მოძახია თუ მე ჩვენი. ყველგან მინდა დაფარვა განვახორციელო. მოდი ბაი, თუ გინდა. ეხლა მოიხსენი სათვალე რომ უნდა რა საკეთებ, გოგო? ეს არის გაკეთილი კიტრი და გადაწურული ვარდის ნაყენის და გადაწურული და დამატებული და რა და ნაღები აჰა გვანცა თუ გინდა წავუსვი
ასე საფში ზედიზედა რა კონსისტენციის უნდა იყოს? აი, და ცოტა მე მგონი კონსისტენცია ვიდრე მე გავაკეთე. ერთი წამ სანამ თქვენ ყელში შავიდა, ყელში. სანამ თქვენ წაუსვამთ სპეციალისტ ვკითხოთ ხო ამ კომბინაციის შესახებ, იმიტომ რომ არ გვინდა რა რაღაც გვანცა ჩვენ დაუმტკიცოთ თითქოს მაყურებელს, რომ ეს მაინც და მაინც უნდა გააკეთო. ძალიან ხელი გამომივიდა და ცოტა შვრიაც ჩავაყარე რომ გამესუქე. შეიძლება კონსისტენციის რეგულირება ფაფის კონსისტენციამდე რომ მივიყვანოთ. ესე კი მე ძალიან მიჭერი კოსმეტოლოგი იქნებ საკმარისია. არა, იქნებ ცოტა კარგი. არა, მოიცადე. აი ეს რა ნიღაბი დაამზადეთ ახლა? მესამე? არ მინდა. ეს არის კიტრი, ეს არის ვარდი, კიტრი, ვარდი, ნაღები. და ნაღები. და ვარდს იმის ეს გარდა არის რომ დაბადების ნორმალური და ცოტა სიმშრალისკენ მიდრეკილი ტიპის კანისთვის. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ნაღები არის შესანიშნავი მკვლევარი. გადაწურე იყრია თინაშენ არის. ვარდის გადაწურე დავასხი ადუღებული წყალ ხაინ დავაყენე და გადავწურე. კი, აი ეს ნაყენია. კოსმეტოლოგიაში უფრო ვარდის ზეთის გამოყენებას მიმართავენ. ის არის მდიდარი იმ კომპონენტებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით და მინერალური მარილებით, სპეციალური ჯიშის ვარდებიც კი გამოყავთ ამისათვის. ცნობილია მაროკოში იზრდება. სახუჭე სპეციალური ჯიშის ვარდია, რომლის ერთი წვეთის ზეთის მისაღებად 30 ვარდის ყვავილია საჭირო. და დამზადდეს ერთი ვარდის წვეთი. 300-მდე აქტიურ კომპონენტს შეიცავს. კარგი, ეხლა მე მაინტერესებს იმდენი რაღაცა არსებობს, ხო, ეხლა უკვე თანამედროვე კოსმეტოლოგიაში, ხო, რომ რამდენად შეიძლება ჩაანაცვლოს, უბრალოდ ანუ ეს არის მივიღებთ ერთნაირ ეფექტებს ამ დაგვარი მოვლით სახის თუ მაინც ის სხვა გააჩნია რა მიზანს დავისახავ ჩვენი ბებიები ხო ასეულიდან გადამკეცილები ლამაზები და თქმა უნდა ამას გეუბნებით ეს პროდუქტები მდიდარია იმ კომპონენტებით რომელთა კომბინაციითაც შემდეგ კოსმეტიკურმა ინდუსტრიამ შექმნა კრემები, ლოსიონები და ასე შემდეგ, რითაც ჩვენ ყოველდღურად სარგებლობთ. ეს არის უბრალოდ ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი მეთოდი ასე ვთქვათ სახლში და იცით რა არის ყოველ ხუთშაბათს მე არ მაქვს იმის ფუფუნება რომ ვიარო ხოლმე კოსმეტოლოგთან ნუ ვერასოდეს ვერ ვახერხებ ვივლი ხოლმე ხუთშაბათობით აუცილებლად ეთერის საშუალებით ვარდის ნაყენს და მე ვიზუნებ შენი კანის დიდი მადლობა დიდი სიამოვნებით მე თავისუფლად შემიძლია ამით შევინარჩუნო სილამაზე და ესე ვთქვათ ხელი შეუწყო ჩემს თქმა უნდა გატენიანებას ყვებას ტონირებას რაც შეიძლება მისცეს ამ სასარგებლო ნივთიერებებმა ჩვენს კანს. მაგრამ ისევ და ისევ უნდა ვიცოდეთ რა შეიცავს თითოეული პროდუქტი და როგორი ტიპის კანისთვის უნდა გამოვიყენოთ ის, რა შედეგს უნდა ველოდოთ. თუ შეიძლება ბარემ შეგეკითხებით, გამომშრალი კანისთვის რა პროდუქტები არის რეკომენდირებული? გამომშრალი კანისთვის მოწოდებულია ძირითადად არაჟანი, ნაღები და კვერცხის გული. ეს არის ძირითადად ის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა კომბინაციებში იგივე რძესთან, სიმინდის ზეთთან, თქვენ წეღან ახსენეთ სიმინდის ზეთიო, რატომო უფრო ზეთისხილის ზეთს ხმარობენ სიმინდის ზეთში ორჯერ მეტი რაოდენობის ანუ კონცენტრაციით შედის E ვიტამინი. ეს ვიტამინი პასუხისმგებელია სწორედ ჩვენს სილამაზეზე, გარეგნულ სილამაზეზე A და E ვიტამინი ისინი კანს. და ეხლა მე დაჩიკო რომ კანის ფესტივალზე წავიდეთ რომელ ადგილზე გავა. აი, ეხლა ბევრი ყვების და იმის ჩამოთვალეთ, ხო, ნიღბები, მაგრამ არის დამჭიმავი, ხო? მე მგონი კვერცხის ცილა ეს, ხო, რომელიც აი ლიფტინგის ეფექტს იწევს. ერთად შეიძლება გაკეთდეს. ცილა და კიტრი. მე მგონი რამდენიმე ფენანი შეშრება კიდევ წავისვათ, შეშრება წავისვათ. კანისთვის არის მოწოდებული და კომბინირებული ტიპის კანის. ისეთი გაგვინახ ხო, აი თუ გაგიგიათ ისეთი რამ, რასაც თქვა კატეგორიულად უკრძალავს თქვენს პაციენტებს თუნდაც რასაც აი რაც არ შეიძლება რომ მოხდეს ჩვენს სახეზე. აი პროდუქტებიდან. არსებობს ეგეთებიდან. ნეხვის ნახარშის გარდა. ნუ ციცაკარ შეიძლება ნამდვილად. რა თქმა უნდა, ესეთი გამღიზიანება თაფლი სხვათა შორის თაფლს ყველა ვერ გამოიყენებს, ვინც ალერგიულია, ბევრი აღნიშნავს კვერცხსაც სხვათა შორის, ანუ ის ადამიანი კვერცხის გულსაც ვერ გამოიყენებს ნიღბის სახით. ეს შემჩნეული ექნება ადამიანს თუ არა, ერთხელ ვინც გასინჯავს, ისა მეორედ აღარ გააკეთებს, თქვენი არის ხო? წვიდა კენკროვანი ხო, როდესაც მარცვაც ისვამენ სახეზე, ეს ალბათ თუ გამოიხატება ალერგიული რეაქცია, ალბათ იმ შემთხვევაში.
აბა თქოს მოდერბა მეგობრ ძალიან სახალისო და პლუს ინფორმატიული და სასარგებლო გამოყვივი და მე ვალახებ შემდეგ ჩვენს ტელემაყურება აუ აი ძინ გადატკეცის გელოდებით რეკლამის შემდეგ ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი რესპონდენტი ხართ და გელოდებით კიდევ აუცილებლად იყო უბრალოდ არ მიეცეთ საშუალება რომ გაეკეთებინა ჩვენ ძალიან ბევრი რამე შევიტყვეთ დღეს ძიმა შენ თუ არ წავედით კარგი ყოველ შემთხვევაში მე მივხვდი რომ ეს ძალიან სასარგებლო არის რაც ჩემს სახეზე ხდება მაგრამ ასე თანმიმდევრობით ნიღბების გაკეთებას არ გირჩევთ როგორც საჭიროს გაუკეთეს ხო მე ყველაფერი არ გააკეთე 15 წუთი თუ არ გაიჩერე ეს ნიღები რა მამული